გამარჯობა. სალამი ნიკო. მოგესალმებით. სალამი. ქორიძე დაგვიბრუნდა. დაღლილი მოვიდა, ლექციები ჩაატარა. გადააღებინა ხალხს, სხვადასხვა ისინი. ეს ახალი ამპლუაა? ახალი ამპულა? არა, სხვათა შორის ლექტორი ყოველთვის არა, ძალიან ბევრი წელია რაც ვასწავლე პერსონალურად მე რო ვიყო ორგანიზატორი ჯგუფის რაღაც პირველი, მაგრამ ისე როგორც მიწვეული ფოტოგრაფია ეგრევე ყავდა ხოლმე. ანუ ფოტოგრაფის коуჩი გახდი აი ხო, ახლა გაცამეთ და ეგეთ ყავს მე აი коуჩი ფოტოგრაფია. მასწავლებელი ქვია მაგას, ანუ არ არის აუცილებელი რომ რაღაც ახალი ტერმინები მოიგონო. არა, ლექტორია. და რთულია? ძალიან სასიამოვნო პროცესი ყოფილა. მე ძალიან ველავდი, ნერვიულობდი. მაგრამ 2 საათიან ლექციები პირველში სამჯერ და ძალიან სასიამოვნო პროცესია და ფიდბექიც ეგეთი მომწყვე კითხები ხომ უარ მოიწყინეთ და არაო ამბობენ. კაია, რო ითქვათ რომ დიდი შანსია. რა ვიცი რატო. არის მე ვარსკვლავებივით რომ დაგიწერონ 1 ვარსკვლავი, 5 ვარსკვლავი. ბოლოს როგორ შეაფასებენ ეგ საქმე? შეაშებოდის და დაგცხა? გამოვიდა ბოლოს. მოვიდა მაისი ნიკო არა? მაისიო, გვეუბნებოდნენ და აი მოვიდა კიდევაც. კი, ნიკო. დიახ. დიახ ჩემი. ვინც არის ის? უყურეთ ახლა როგორი მაქებენ ამ გადასვლებზე, მაგრამ როცა ვაანონსებ, როგორ ძლიერი გადასვლა უნდა გავაკეთო. როგორც ეს იმერი აღარ გამოდის არა. ხო. ვინც არის ის ჩემი ყובה ხოლმე ძალიან სასაცილო ისტორიებს და ხუმრობთ, რომელსაც ერთი სიამოვნება ამის იმოსმენა, მაგრამ მოყოლის დროს შუაში თუ თქვა რომ ეს ნახეთ რა ეხლა დამელოდეთ. ეხლა დამელოდეთ punchline იქნება სიგიჟე, როგორც წესი. ესე გამოდის. სესილია ტატაიშვილი გამო. ისე არის ეგ არა, ეგ ცალკე ჟანრი არის ნიკო ეგეთი დასასრულები ანეკდოტების რო არავინ გაიცინებს. შეიძლება მეგობრებმაც გაგიჩალიჩონ ნიკო და იყოს სასაცილო და არ გაიცინონ. ეგ რაიციან ხოლმე. დაგღუპონ. მეგობრებმა. მაგრამ ამჯერად კაი გადასვლა გაქვს მოფიქრებული და ხო, უკვე ეჭვი შემეპარა და უკვე კრახისკენ მივემართები. ნიკოს ერთ-ერთი ფსევდონიმი არის შიო. ხო გვახსოვს არა? რატო აღარ იყო? შიო ნემსაძე ესეთი ის იყო. ანუ წლების წინ, როდესაც მუშაობდი რადიო მწვანე ტალღაში მუსიკალურ წამყვანად იგივე დიჯეად, მაშინ იყო სრულად გააკეთე. თუ რატო? რაღაც ხო, აი ამას ედება და მე შემოდი შრიანი. არა, ესე კარია, ბოდიში რა, უბრალოდ ცოტა მიჩვენია ეს. და მაშინ მოდაში იყო თუ რა ვიცი ესე ვშვებოდი, რომ ყველას ჰქონდა სასცენო სახელი, სასცენო თუ სასტუდიო. და მეც დავირქვი შიო ნემსაძე. შიო იმიტომ რომ როდესაც ვიბადებოდი, ვიცოდი რომ გადმოცემით მიშა პაპამ ჩემმა რაც რამდენიმე სახელი ჩამოწერა რომ რა შეიძლება დავარქვათო და ერთ-ერთი შიო იყო. მეთქი რა შიო რომ რქმეოდა რა უცნაური იქნებოდა. ნემსაძეს მეძახდა მეორე კლასში ფიზკულტურის მასწავლებელი, ჩიტო მასწავლებელი, რომელიც ალბათ აღარ არის ცოცხალი, იმიტომ რომ მაშინვე ძალიან მოხუცი იყო და ნემსაძე რატო? გვარს ენერგია ნემსაძე ეშლებოდა. აჰა. არა, ძალიან ხო უყვარდა ბავშვები და რაცა არ იყო ეგრეთ ძირითადად ჩხუბობდა და სხვა ჯგუფების ჩურდა ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენ ვაკეთებდით ესე ვისხედით მარჯვნისაკენ, მარცხნისაკენ სწორდი და სმენა და სწორდი და სმენას შორის განსხვავებას ვერ ხვდებოდი რაღაცა და სხვები კალათბურთს თამაშობდნენ. სწორდი არის ერთმანეთს უნდა სწორდ გაუსწორდნენ ფეხის წვერები. მეორე კლასში ვიყავი, არ მინდა სწორდი სმენა წადი გულწი გამაგორებინე. ხო, საბჭოთა იყო ხო მაშინ ჯერ. ის ქალი ისეთი იყო რა ძველი სკოლის წარმომადგენელი. საბჭოთა სკოლა, საბჭოთა როგორც ზაკვასკა კი ბატონო. ხო და ეს შიო არ არის ესეთი ფართოდ გავრცელებული სახე, ადრე უფრო იყო, ხო? ალბათ ეხლა უფრო გავრცელდა. ახლა ხო, აი ჩვენ ახალგაზრდა კოლეგა გვყავს შიო ხიდაშილა, ის ზუკარო არის ჩვენი იმის ძმა. ხო, ანუ უფრო გამონაკლისი სახელია და ეხლა რახან პატრიარქი სახელია შიო, ალბათ გაცილებით უფრო მეტად იმედია როგორც ჩვენ ძველი და სტაჟიანი შიო, ყურადღებით აკვირდებოდი შიო მესამის აღსაყდრებას ნიკო და რა შთაბეჭდილება დაგიტოვა ამის კითხვა მინდოდა. ეს იყო ჩემი გადასვლა, არ გამოვიდა ისეთი ეფექტიანი თუ ეფექტური, მაგრამ რა შენზე რა შთაბეჭდილება მოხდინა. ჯერ არჩევამ და მე ამ აღსაყდრების რიტუალმა. პირველ რიგში ძალიან შთამბეჭდავი იყო თვითონ არჩევნების პროცესი, რომელიც გაიწელა თუ რა ვიცი რაღაც ხნის განმავლობაში მიდიოდა და ყველაზე ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება ჩატარდეს არჩევნები. ანუ იქ იყო ბევრი რაღაცა რომ წერდნენ შიდა ეს ხმებს მოიპოვებს ვერ მოიპოვებს რაღაცა, მაგრამ ჩემი აზრით სწორი არჩევნები ეგრე უნდა წარდებოდეს ხოლმე, არის რაღაცა კულისებში მუშაობა კანდიდატებზე. მოკლედ, როგორც ჩემზე დატოვა შთაბეჭდილება უბირ ადამიანზე, რომელიც გარედან ადევნებდა თალყურს ამ ყველაფერს,
იყო კონკურენტული არჩევნები, რომელშიც ბევრს ჰქონდა რაღაც პრეტენზია ზოგ კანდიდატთან ამასთან იმასთან დაკავშირებით, მაგრამ საბოლოო ჯამში იმ წესების მიხედვით, რაც თავიდანვე იყო დადგენილი, უბრალოდ ჩაატარეს. არის ხო ეგრე? კი, აი ესე იგი როგორი არასწორი წარმოდგენა გვაქვს ინსტიტუტებზე, აი მეგონა რომ ბევრს ეგონა რომ იქ უფრო ესეთი მკვეთრი ის არის ვერტიკალური იერარქია, ხო? ზემოთ რასაც იტყვიან, ქვემოთ ემორჩილებიან და რა არჩევნები და რა პლურალიზმი და რა ალტერნატივა და რაღაცა და იყო მართალი არჩევნები. მე ახლა არ მეგულება, აი ბოლო იყო ის ადვოკატთა ასოციაციაში რო იყო, ხო, არჩევნები. იქაც იყო რაღაც ესეთი მეორე ტური დაჭირდათ და ძალიან ესეთი კონკურენტული და იქაც მთელი სერიოზულობით იყო ის ბოლომდე დაძაბულობა და გაურკვევლობა ვინ გაიმარჯვებდა, ხო? რაც უკვე დიდი ის არის ეს იშვიათობა ჩვენთან და აქაც სრული ეგეთი რაღაც განცდა იყო. თან როგორი რაღაცა, იცი? აი ის წყალბურთში რო არის ხო წყლის ქვემოთ ერთმანეთს რო ურტყავენ და რაღაცეები ესეთი ის არის ხო ძალიან კულტურული ის იყო ფორმითაც ჩატარებული ორგანიზაციის თვალსაზრისითაც და მე როგორ მიიღეს არჩევნების შედეგები ხო იცი რა არის ხო ასევე ის იყო ძალიან ესეთი ცივილური ის ამ კანდიდატებს რო ქონდათ რაღაც წინა საარჩევნო პროგრამებივით სიტყვები ხედვა ეკლესიის განვითარების და ასე შემდეგ ეს თვითონ ეს ისინი შიოს თვითონ არ ქონდა ეს არგუმენტად შეიძლება მივიღოთ ის რომ 8-9 წლის განმავლობაში იყო ხო ის თანამოსაყდრე და აშკარაა მისი ხედვები და რა მიმართულებით უნდა წაიყვანოს ეკლესია და როგორი გეგმები აქვს მაგრამ ამ იმის ხო გრიგოლის და იობის ხო შვენიერი ესეთი წინა საარჩევნო საპროგრამო სიტყვები ქონდათ რანაირადაც იყო ორგანიზებული ესეც კარგი იყო ნუ გასაგებია რომ ახლა გაშუქება ბოლომდე ესე ხმის დათვლის პროცესს აღარ განახებდნენ ხო მაგრამ როგორც იყო მანამდე ესე იგი ამ თვითონ ხმის დათვლის პროცესამდე მედიის ჩართულობა მე გამოცხადების დროსაც იყო ესეთი გამჭვირვალე იყო ხო ანუ ეგეთი რაც გამჭვირვალე არჩევნები არ მინახავს მოულოდნელ ადგილას გადარჩა დემოკრატია რა ეს ხო ხო ერთად მიუხედავად რომ ზოგი კმაყოფილი იყო კანდიდატი თუ რაც ეგ ჩემს იმას აღემატება ჩემი საქმე მაგრამ თვითონ პროცესი ისე წარიმართა როგორც უნდა წარმართულიყო და ახლა ხო ხო ესა თვითონ ეს აღსაყდრებაც ხო ესე თვალისთვის სანახავად იყო მოსაკარგად ახლა ეს საგალობლები ეს შთამბეჭდავი იყო კი როგორ აცვიათ როგორ ახურიათ რაღაცა ვიცი რა არის მე რა თან იცი რა არის მუშაობს ხოლმე ტრადიცია თუ წესი თუ რიტუალი თუ ცერემონია თუ რაც ქვია რომ ყველაფერს თავისი სახელი ქვია რაღაც უცხო სახელები რომელიც არიცი ისე რა არის მაგრამ ჯერ ესე უნდა მოხდეს მე ესე უნდა მოხდეს მოქმედებს რა სულ რო არ იყო თქვა ჩემსავით ეკლესიური ადამიანი არ იყო მაინც ხო იცი ხამის წიაღში საქართველოში ხარ გაზრდილი და რაღაცა კულტურულად გაქეს რო უყურებდი ვიგრძენი რაღაც მე უბრალოდ რა გამიკვირდა იცი იმის გამო რომ დიდი წვეტა ქონდა ხო აი ბოლოს ეს აღსაყდრების ახლა ჩვენ ვერ რავნახეთ და მაშინ საბჭოთა კავშირი იყო და ესეთი ძალიან ესეთი მცირე ფრაგმენტებია შემორჩენილი ხო თითქმის 50 წლის წინ იყო ხო ხშირად არ ტარდება ესე და აი თითქოს ძალიან ხშირად ჩატარებული ამბავი აი ნარეპეტიციალი გაიმეორეს და ამ დროს ხო რაღაცნაირად ის იყო აი ხარვეზიანი აი ეს რაღაც აი სადაც აი ესეთი ახალი თანამედროვე ტერმინი რო ვიხმაროთ, აი რო დაიქრინჯები, რო რაღაც ისეა, რა გეგონება, ესე იგი ხშირად აკეთებდნენ ხოლმე. ხშირად იყო ეს გაკეთებული. როცა უმეტესობა იქ ვინც იყო, ხა ასაკობრივად არ უძი, ალბათ არც დასწრები არასდროს არც უნახავს ეგა. ხო, რაღაც ესეთი იყო. ძალიან შთამბეჭდავი არის კიდე ეს სვეტი ცხოველი რაღაცნაირი, აი თავისი, აი რაღაც აი მარტივი დიდებულებით ხო არ არის ესეთი რთული. ახლა არაფერს არც ერთ იმას არ ვერჩი, მაგრამ აი მაგას განსაკუთრებული ის აქვს. სხვა შეიძლება უფრო პომპეზური იყოს, უფრო დიდი იყოს, უფრო მეტი იმით გუმბათით რაღაც იმით შიგნით და ეს რაღაც აი სიძველის. მე ნელ-ნელა აფასებ მაგას, ხო მე პატარაობაში რო აი თქვა ჯვარს რომ აჩვენებდნენ, ხედავ ფიქრობდი რომ ეს რაღაც პატარა რაღაცა ტიპი არა, ანუ სად ეხა ახლონა რომ შეხედავ და ამართული და მე დავიწყე დაფასება რომ ჯერ ერთი ის როგორ დგას იქ თითქოს იმისი ნაწილი იყო ყოველთვის და
მეორე უბრალოსაც ვერ დაარქვა, მაგრამ იმაში სიმარტივეში რო გაცილებით მეტი რაღაც შეიძლება ის დაინახო. თას თითქოს აგრძელებს და რაღაცნაირად ჰარმონიულად. მეტეხიც ეგრე არის ამ კლდეზე რო არის და ხო და ეს სვეტი ცხოველი ხო ისე რო წარმოიდგენ რამდენი ხნის განმავლობაში ხო იქ ეს ხდებოდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქების სულმანდი ეკურთხებიან და მან ხდება აღსაყდრება და აი ამ ხელა ისტორია გიყურებს და რაღაცა. ეს ყველაფერი რაც მოგვეწონა და ის და რა არ მომეწონა ახლა იმასაც ის არ მომეწონა და ეს არ არის უმნიშვნელო ამბავი რომ საზოგადოების ყველა ფენა არ იყო წარმოდგენილი ასე ვთქვათ წინა პლანზე სადაც კამერაში მოხდებოდა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი ილია მეორის გარდაცვალებამ აჩვენა რომ აი რაღაცნაირად რამდენად მნიშვნელოვანი არის ამ ქართველობაში და ქართველში იდენტობისთვის ეს მართლმადიდებლობა და ეკლესია და აი თუნდაც ეს ინსტიტუციური ამბავი და როგორ ყველა მიიტანა გულთან ახლოს და ყველამ დაივიწყა ეს აი პოლიტიკური განსხვავება იდეოლოგიური რაღაცა და ყველა ჩადგა იქ რიგში და არავის უცდია რაღაც პრივილეგი არავის რა გამონაკლისების გარდა ხო კი არა გაიკეთეს კიდევაც მაგრამ მაგაში გეთანხმები რომ ყველაზე შთამბეჭდავი კადრები პანაშვიდიდან იყო უბრალო ადამიანები რომლებიც რიგში იდნენ და ერთმანეთს წყალს აწოდებდნენ და აი მაგაზე თან ყველასთვის ეგ იყო ის კი არა რომ ვიღაც მინისტრი საიდან როგორ შევიდა არამედ რიგითი ტიპები იქაც ის მაინც თავისი სპეციფიკა გასვენებას ხო იქ კარგი რომ იქ ვერ მოხერხდა ამ ბალანსის დაცვა რომ ყველა ფენა იყოს წარმოდგენილი ხო ოპოზიციაც იყოს ხელისუფლებაც იყოს სამოქალაქო სექტორიც იყოს ცნობილიც უცნობიც და ასე შემდეგ აქ შეიძლებოდა ხო აქ უფრო შეიძლებოდა ამის ის ბალანსის დაცვა იმიტომ რომ სულ თვითონაც ხო აი მე ის ამ შიო მესამემ უკვე პატრიარქმა როცა ილაპარაკა ამის აღსაყდრების მერე ხო იქაც ილაპარაკა აი ეკლესიის კარის გაღებაზე და არ დალოდებაზე და გარეთ გასვლაზე და ყველასთან მისვლაზე და რაღაცნაირად გამთლიანებაზე ხო შეიძლება ქვეყანა ჩამოყალიბდეს ერი ჩამოყალიბდეს რაღაც საერთო ღირებულებებზე და მართლა ერთიანი და ისყოს და შვენიერი ნაბიჯი იქნებოდა აქ რა ვინეთყოდა უარს სიტყვაზე ეს ისა უკვე პატრიარქი იქ არჩევნების დღიდანვე რო ეუბნებიან რომ იღებს იტვირთა ხო იმ მომენტიდან უკვე ითვლება პატრიარქად ხო არა არ მგონია რომ მის გარდა კიდე ვინმე შეეძლო გადაეწყვიტა ეს ვინ მოსულიყო ვინ სადამდგარიყო და რაღაცა და ну არ იყო ყველა ეს არ არის საქართველოს საზოგადოება აი ახლა უცხო თვალმა რო ნახოს ხო იქ ვინც იყო წარმოდგენილი ხო ეს არ იყო სრული საზოგადოება თავისი ამ ფრაქციებით და ფრაგმენტებით და ამაზე შეიძლებოდა დაფიქრება და კარგი პირველი ნაბიჯი იქნებოდა ანუ გეთანხმები ხო მეგეც შენი არ იყოს რთულია მაგის მიღწევაც და მაგრამ სწორი მექანება როდესაც კი როდესაც პატრიარქი ამბობს რომ აი ღირსებით ვიღებ და ვაცნობიერებ რა ტვირთს ვიდგავ თავზე და მხრებზე და ამაში ესეც გულისხმობს ხო ხო შეიძლება მაგას ვკითხულობდი ტვირთზე როცა არის ლაპარაკი რომ როგორი რაც უცხო რაღაცა როცა ადამიანს უწმინდესად და უნეტარესად მოიხსენიებენ და შემდეგ ვისი იყო ალბათ ლევანის იქნებოდა მაგრამ რომ სიამდვილეში ანუ ადამიანს კი არა თანამდებობას თუ იმას მიემართება და არის არა შექება, არამედ ყოველწამს რომ გახსენდებოდეს რომ როგორი უნდა თარგი რა რას უნდა ერგებოდეს რომ რა ხელა ტვირთი იტვირთე და ამიტომ ეს შექებად კი არ იღებს ამას არავინ, არამედ პირიქით არის უდიდესი თამასა და ტვირთი რომელიც უნდა ზიდო და რომელიც მე ერთი არის როცა ლაპარაკობენ მოსაყდრეზე თუ გინდა ეპისკოპოსი იყოს თუ არ ვიცი რა თანამდებობაც გინდა კონდეს, მაგრამ როდესაც აღსაყდრების შემდეგ ყველას და განსაკუთრებით ესეთ მნიშვნელოვან არ ვიცი თანამდებობას მომარ სწორი არის არ არის პოსტი ბროლი რაც გინდა ის დაარქვი შემდეგ ცვლის და სულ სხვა ადამიანი ხდები როგორც ვიცი მაგის მერე რაც ისტორია წამიკითხავს და მისწავლია ეგ ვიცი რომ არის ხარ ადამიანი და უცებ ეს როლი რო გეკისრება მერე სხვანაირად იწყებ მოქმედებას შეიძლება პატრიარქი ერქვას შეიძლება პრეზიდენტი ერქვას ხო, ასევე მეც აი ნაწილობრივ ვიზიარებ ეს კომენტატორების მიერ გამოთქმულ აზრს, რომ შეიძლებოდა უფრო გახსნილი ის ცერემონია ყოფილიყო აღსაყდრების საერთაშორისო სტუმრების მოწვევით და ესეც იქნებოდა სიგნალი ხედვის, ხო? მაგრამ იმდენად სწრაფად მოხდა და მე ხო ასევე ახლა უარგუმენტო არ არის ის რომ ეს ანდრია პირველწოდებულის დღე ემთხვეოდა მეორე დღეს და ეს მნიშვნელოვანი იყო ასეთ ამბებში ამ სიმბოლოებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ხო რა ვიცი ცოტა ეს
ღირს ამაზე ჯერ, იმიტომ რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, შენი თქმის არ იყოს ადამიანი იცვლება და ეს პასუხისგებლობა ზრდის ადამიანს, ხო? მე მგონია რომ მით უმეტეს რომ ხომ არც ჩახედული ვარ, არც პირადად ვიცნობ ვინმეს და არის ხალხი, ვინც ჩემი კლასელი იყო, ესეთი იყო. აღარ არის შენი კლასელი ვინც იყო, ეს ანუ პატრიარქი სხვა ადამიანია და ორი დღით ადრე იგივე სხვა ადამიანი იყო. რამდენადაც მე მესმის, ანუ პირადად კონკრეტულ ადამიანზე კი არ ვლაპარაკობ, არამედ როგორ ხდება ხოლმე ეგ. რა სისულელეს ვამხარ, რატო ვადარებ ამას, მაგრამ ზელენსკი იყო სხვა ტიპი მანამდე, გახდა პრეზიდენტი სხვა და მე ომი რო დაიწყო არის სხვა და მანამდე რო იცნობდი ის სხვა ტიპი იყო, იმიტომ რომ და პასუხისგებლობამ, თანამდებობამ ყოველდღე რო გიწევს აი ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც შენი ქვეყნისთვის, შენი ჩვენში რომ მოვუბრუნდეთ მრევლისთვის, სამწყსოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. შემდეგ რა ვიცი, სხვა ხარ რა. არ არსებობს ეგეთი ის, ამიტომ მანამდე რა იყო, არ ვიცი, რა იქნება, ეგეც არ ვიცით, იმიტომ რომ ხო, ჩვენ ცხოვრება იწყება. კი ბატონო, ჩვენ ახლა მაინც ესეთი გარედან დგომი ხალხი ვართ და ეს შიგნი პროცესებს და ამ მთელ სტრუქტურებს არ ვიცნობთ, მაგრამ ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო და საყურადღებო ამბავი, რომ აქაც ხო ორი ტური გაიმართა, რა, ასე ვთქვათ, ეს სამოქალაქო ტერმინები რო ვიხმაროთ. და გამოიკვეთა რომ ამ იმას თანამოსაყდრეს ფავორიტი არის და ნუ სავარაუდოდ კი არა, ნუ ძალიან მაღალი ალბათობით, ალბათ 95%-იანი ალბათობით ეს შიო გახდებოდა პატრიარქი. მაგრამ აი ამ თვითონ სინოდის შიგნით ამ მეორე ისა პირველი ტურიდან მეორე ტურამდე ეს ბალანსი რო არ დაირღვა. დაახლოებით იგივე რაოდენობის ხმები მიიღეს კანდიდატებმა, ხო? აქ როგორ ხდება ხოლმე, ჩვენ შეჩვეული ვართ აი ამ იმაზე ცივილურ სამყაროში, როგორ ანგრევს, ესე ვთქვათ, აი უკვე გადაწყვეტილი შედეგი, ხო, რომ ყველა ცდილობს, რომ რაღაცნაირად აი ეს მოახდინოს რისკების დივერსიფიცირება და ეცადოს რაღაცა გამოვირჩე, ბარემ მოგებული აქ. ხო, არ გავიფუჭო საქმე და აქ რო ესე პრინციპულად ეს ანუ ის პირველი ტურის არჩევანი იყო პრინციპული არჩევანი და რომელსაც ბოლომდე ახლა ხო გასაგებია სულ არის 39 ისა ეპისკოპოსი, ხო და ახლა გარედან დგომი კომენტატორები ხვდებიან ვინ არის რომელ ბანაკში და ვინ მისაძებს, ხო შიგნით მით უმეტეს იციან, ხო ახლა ზუსტად იცის იმ გრიგოლმა ვინ მიცახმა, იობმაც და შიომაც და ის, მაგრამ რამდენად ის არის რა, ესეთი შთამბეჭდავი ამბავია, რომ არ შეიცვალეს ეს პოზიციები. და ისევ და ისევ, ხო, ახლა იმის გამო რომ ჩვენ ამ სფეროში დილეტანტები ვართ, რაღაცნაირად სიურპრიზი იყო აი ეს დემოკრატიული სულისკვეთება და ეს რომ სინოდი იღებს გადაწყვეტილებას და არა პატრიარქი, რომ პატრიარქიც ერთ-ერთი რიგითი ის არის, ეპისკოპოსი არის, ხო? და მნიშვნელოვანი არის შენი ხმა. ესი არ არის რომ ნუ აი სიტყვაზე, ხა ფორმალურად ხო გვაქვს დემოკრატია და პარლამენტშიც უნდა ვიღაც კი შენი ფრაქციაც შენს წინააღმდეგ უნდა იყოს, შენი ფრაქციის წარმომადგენელი შენს წინააღმდეგ უნდა იყოს, თუ მის მრწამს ეწინააღმდეგება და რაღაცნაირად არგუმენტ აქ ეს ჩვენთან ეს არ ხდება, ხო და იქ რომ ესე იქნება და სავარაუდოდ იმის გამო რომ აი პირველ ტურსა და მეორე ტურს შორის აი ესე უცვლელი დარჩა ეს პოზიციები, ეს იძლევა იმის საფუძველს რომ აი ეს სინოდი სიტყვაზე ხო მოქმედებაში რუტინაში რო გადავა და სულ ესე კამერების წინ და ამ იმაში არ იდგება, ხო? განათებულ ადგილას არ იდგება. აი ისევ თავისი პრინციპებით და მრწამსით მიიღებენ გადაწყვეტილებებს. და ეს ძალიან შთამბეჭდავია. მე მგონია რომ მართალი ხარ, ბევრი რაღაც აქვს სასწავლის სხვა ინსტიტუტებს. ხო, ახლა ეს რომ იმ ხრივ რომ თვითონ პოლიტიკაში აი პარლამენტში მართლა ეგრეა რომ ჩვენი გადაწყდა ზევიდან და ყველა წევთ ხელს. როდესაც იქ რო ხარ და რაღაცა სხვა ტიპის რწმენა არის, მაგრამ ნუ პოლიტიკოსი რო ხარ და პარლამენტში ზიხარ, იგულისხმება, რომ წესით მაინც ფურცელზე რაღაცა იდეოლოგია უნდა გქონდეს, რაღაცა გინდოდეს, ხედვა გქონდეს, როგორ უნდა იყოს მოწყობილი ქვეყანა და ხშირ შემთხვევაში სულ რო თანამოაზრეები ვიყოთ, შეიძლება შენ მოხვიდე რომ მოდი გადაცემა ესე გაკეთე და სხვაიდან მეკითხა რომ მე კი სტუმარი ვარ, მაგრამ მაგის წინააღმდეგი ვარ და მე შენ ან დამიმტკიცებ, ან ვერ დამიმტკიცებ და ან უკეთესი იქნება, ან უარესი, მაგრამ ნუ პროცესი იქნება. იმათ შემთხვევაში ხარ პარლამენტში, რასაც გეტყვიან, აი წე ხელი ჩამოიწე ხელი და ნუ არ ვარ გაეგრე. კი, აი ახლა პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობას შეუძლია საკონსტიტუციოს გარდა ნებისმიერი ცვლილების მხარდაჭერა და ასეც აკეთებენ. რომ ნახო როგორ მექანიკურად ხდება, ახლა დღესაც გავრცელდა ეს ვიდეოები, ხო, რაღაც ტელეფონში სკროლავენ და იქ ჩაქუჩის ხმაზე
ეს მუსიკალური სმენა მაინც აქვს მაგდონეზე, რომ ჩაკუჩის მასზე წევენ ხელს ესე. აი გეფიცები ძალიან ესეთი უცნაური ის არის, სკროლავენ და ესე. პავლოვის ის არის რეფლექსი რომ. ახლა ხო ეს თემა რომ მოვილიოთ, ახლა არ ეგონოს ჩვენს მაყურებელს რომ გაურბით, ხო ის რომ ხო ცოტა ხინჯი იყო ჩემთვის ის რომ მაგალითად მოსკოვის საპატრიარქოს ყავდა რჩეული ამ არჩევნებში და ხო მისმა რჩეულმა გაიმარჯვა. ხო ეს შეიძლება აქამდე რამეს ნიშნავდა, მაგრამ შენი თქმის არ იყოს, აწი რა იქნება, ამას უნდა დავაკვირდეთ და რამე მოლოდინები გაუცრულდება, აუხდება თუ როგორ იქნება, ამას ვნახავთ, ხო? ისა რისი თქმა მინდა, ხო? მოსკოვს მაინც აქვს, ესე იგი, ჩვენი ყველაზე ასე ვთქვათ, დაუძინებელი მეგობარი თუ მეზობელი არის და ის რომ რაღაცას გულშემატკივრობს ჩვენთან, ხო? ამას შეიძლება რბილად რო ვთქვათ, ეჭვის თვალით შევხედოთ, ხო? ხო და რაღაცნაირად ამ მაისის თვეში რომ მოვიდა მაისი და დადგა მაისი, ხო? ისევ არის მიპყრობილი ჩვენი ყურადღება მოსკოვისკენ და კიდე ღმერთმა დაიფაროს, რაც შეიძლება ნაკლები იყოს ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენი ყურადღება და ის სულ მოსკოვისკენ იყოს მიპყრობილი და ბევრი რამით ვიყოთ ამოკიდებული, მაგრამ აი ახლა ამ 9 მაისეც, ხო, ეს 9 მაისიც გამოიყენეს, ჩასული იყვნენ და ისევ ჩვენს ამ სეპარატისტულ თუ უკვე დაპყრობილ და ოკუპირებულ ტერიტორიებთან გააფორმეს ეს რაღაც ეს ხელშეკრულება და იცი რა არის, მე მორიგე ვიყავი და გულში ვფიქრობ რომ აი რა ხო გასაგებია რომ ეს ჯინაზე და პიარის ამბავშიც რამდენჯერ შეიძლება გააფორმოს, ასე გონია რომ სულ ერთი და იგივე რამდენი მემორანდუმი გააფორმეს ერთმანეთთან, ხო რა ხო და კიდე მორიგი გააფორმეს. არა, თან როგორ დამპლურად იქცევიან, რომ ერთი მხრივ ამბობენ რომ საქართველოს ხელისუფლებას სწორედაც რომ შემოbrunდა, რა კარგად იქცევიან, ხო არ უფრო რაღაცა ჩავეხუტოთ იმათ და მეორე მხრივ გაჩვენებენ რომ არა ჩავეხუტოთ ნიშნავს რომ შენ დადექი მუხლებზე და მე იქ მივალ და იმათ დაველაპარაკები შენ სეპარატისტებს როგორც მინდა ისე და მაგაში არ გაგიწევ ანგარიშს. ხო შეეძლოს რომ გაეწიათ ანგარიში და ეხლა კიდე ახალი ხელშეკრულება არ დაედოთ. არა თან რა არის იცი მესმის რომ იქ ახლა დეტალები იქნება და როგორი რაღაცა არის იცი ის პითონი თუ ანაკონდა რო ყლაპავს და ნელ-ნელა ეს რგოლები ამ კუნთების რო გადააქვს, ხო? გასაგებია რომ უფრო აღრმავებს ამ იმას, ხო? და გაღიზიანებულ ადამიანს გეჩვენება რომ ერთი და იგივე რაღაცას იმეორებს ესე რუტინულად და რაღაცას, ხო? იქ იქნება დეტალები, მაგრამ აი როგორი მართლაც ცინიზმი არის პროპაგანდის დონეზე, ხო ესე წარმოაჩენს რომ რაღაცნაირად მოწონს აქ რაც ხდება, ხელისუფლებას აქებს უწონებს ნაბიჯებს განსაკუთრებით ესე იგი როდესაც არის ხოლმე აქ ჩვენთან რაღაც ესეთი ანტიევროპული ტალღა ეს ანტიამერიკულმა ტალღამ ცოტა ეს უკან დაიხია ახლა არის მაინც ეს ანტიევროპ აი როდესაც აქ არის ხოლმე ეს ანტიევროპული განწყობების ამოფრქვევა იქიდან ნუ ყოველთვის არის შექება მხარდაჭერა გვერდში დგომა რომ აი ის და პარალელურად ხო აკეთებს აი ესეთ ცუდ რაღაცეებს მარტივად რო ვთქვა ცუდ რაღაცეებს ხო და არ ვიცი ახლა შეიძლება ამას რაღაც ეტაპამდე გამართლება ქონდეს ამ არ გაღიზიანების პოლიტიკას, მაგრამ ახლა როდემდე უნდა დაუხუჭო თვალი ამას, ხო? რა ანეკდოტია გურულის და ეშმაკის, რომელიც იმით მთავრდება, რომ აი მაგიტო არევასები არავისო გურული რო ეუბნება ეშმაკ. ისე ვისა რომ რაც არ უნდა შეეტენო რუსეთს. ხო, არა. მაინც იმას გიშვებიან, რომ აი კაი ბიჭი ხარ კი, მაგრამ იცი რა არის ხო შეიძლება რომ ორმხრივი იყოს ეგ ამიტომ რომ მაგათ ყოველთვის ეგ ქონდათ რომ ხანდახან იფიქრებ რომ იქნება დავალაგოთ ურთიერთობა და რაღაცა დათვი მოგერევა ბაბაია თუ რაღაცა ეგეთი სისულელები და გაუგოროთ აქ-აქ კოჭი და ამოჟდება რომ არასდროს საკამარისი არ არის კი არა არაფერში არ ეწერება ეგ მაინც უნდა მოვიდეს და შეურაცხყოფა მოგაყენოს ერთი ხელით და მეორე ხელით შეგაქოს და რატო ეს არის იმდენად ესეთი ბუნებრივი რუსული სახელმწიფოს ქცევა, რომ აი ამ პოლიტიკაში მყოფ ადამიანს ეს არც უნდა უკვირდეს და არც უნდა ელოდეს სხვას. აი როგორი რაღაცა არის, იცი? პირველივე იმიდან დღიდან რაც ეს ჩვენი რეგიონების აღიარება მოახდინა, პოლიტოლოგები, ანალიტიკოსები, თვითონ პოლიტიკოსები აღმასრულებელი ხელისუფლებიდან, აი ზოგადად ინტელექტუალები, ხო, სულ იმეორებენ, რომ ეს უკვე რაც მოხდა, ეს უკან არ დაბრუნდება. ეს უნდა მიიღოთ ახალი რეალობა და ახალი ურთიერთობები ავაშენოთ. თუ არა და ნუ აი ხო ხედავთ რაც მოხდა. აი რაღაცნაირად ამას თვლიან ფასად. აი უყურე, როდესაც შენ იწყებ დაახლოებას და
თუნდაც იმ კეთილშობილური განზრახვით, არა იმ ღალატით, არამედ კეთილშობილური განზრახვით, რომ იქნება აი ამ გაუმჯობესებული ურთიერთობები დავათმობიო რაღაცა. ის რას შვება, იცი? ჭრილობები შეხორცს და ფიქრობს ეს და შევრიგდით და დავმეგობრდით და უკვე ერთათა ვართ. აი მორიგი ტალღა რომ მოვა და რომ მიხვდები რომ ეს არ არის მეგობრობა და ეს არის შენი გადაყლაპის მცდელობა და რომ ატეხავ ყვირილს და ატეხავ ერთ ამბავს და დაიწყებ დაშორებას და დისტანცირებას, ის ძველი რაც ქონდა წაღებული, ხო ქონდა წაღებული. ის აღარ არის საკმარისი. აი ამ ყოველი მორიგი დაშორების დროს კიდე რაღაცა უნდა ცოცხალი ორგანიზმიდან მოგაგლიჯოს და წაიღოს. მაშინაც კი, როცა საპირისპიროს კარგს არაფერს არ გთავაზობს. აი სომხების მაგალითზე, რა საუკუნოვანი მოკავშირეები იყვნენ, ჩვენ კიდე სხვა ტკივილები გვაქვს რუსეთის მიმართ, რომელიც სომხეთს არ ქონია კი არა პირიქით რაღაცა იყვნენ, რომ წარსულში ჩათვალეს, რომ ხარი დაუჭირა რუსეთმა. როცა ეხა ჭირდებოდათ ომის დროს დახმარება, ეხა თითი არ დაუყარებია რუსეთს და ეხა თითს უქნევს, რომ ეხა იქით რომ მიდიხარ, რა მესიჯები გაისმა, რომ იცი უკრაინამაც ეგრე დაიწყო. და ამ დროს გიჩნდება შეკითხვა, რომ აქამდე კიდე ის გქონდა რა, რომ რაღაცა ჩვენ მხარს გიჭერდით და თქვენგანაც მოდიოდა მხარდაჭერა და შეიძლება რა მადლობელები ვიყავით, შეიძლება ქართველებს პრობლემები აქვთ ამასთან დაკავშირებით, უკრაინელებს, რომ ჩვენისა გვაქვს ურთიერთობა. ეხლა აღმოჩნდა რომ ეგეც არ არის, რომ ის ჩვენ საერთოდ არაფერს არ გაგიკეთებთ ეუბნება რუსეთი, გარდა იმისა, რომ აბა ერთი გაბედე და აქედან მუხარები წამოვა. კი, მე რა გიჩნდება შეკითხვა, რომ მაგით არავასები არავის სწორედაც. ხო, აი ის რო არის ეს შეკითხვა არ იყო, რაც ფრაზა იყო, ხო, ცნობილი ფორმულა რაც არის ის მათრახი და თაფლაკვერი, ხო? ეს თაფლაკვერი აღარა აქვს ფაქტობრივად. ამ რუსეთის იმაზე ეს იცი სრულად მომიწია მოსმენა. აი ეს პუტინი რო ამ სომხეთზე რო ლაპარაკობს და უკრაინის პარალელი რო მოყავს, ხო? ხა სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ იქ შუაში სანამ ამ უკრაინაზე ისა ამ უკრაინას ახსენებს, ხო? იქ ლაპარაკობს ეკონომიკური იმეებზე, ასპექტებზე, რომ აი უკრაინაში რაც მოხდა, როდესაც ის აირჩიეს ეს ევროინტეგრაციის გზა, ჩვენო იქ ვეუბნებოდითო, რომ იმდენად განსხვავებული ფიტოსანიტარული და რაღაც ეკონომიკური და ისინი და აი თითქოს აი ამ არათავსებადობამ და ამ ეკონომიკურმა პრობლემებმა და რაღაცეებმა მე აი რაღაც რთული ზიგზაგებით მიდის იქამდე და სინამდვილეში ახლა ყველა მიხვდა ხო რომ იყო ეს ასე თქვა ირიბია ესეთი მოვლილი მუქარა ხო რომ გაამარტივო ის მოკლედ თითქოს სარგებელი არ არის იქ და ისეთ პირობებს დაგიყენებს ევროკავშირი რომ მე პოლონეთს როგორი პირობები დაუყენა ხო მე ყველაზე უფრო მიყვარს ხოლმე პოლონელი ევროსკეპტიკოსების იმიტომ რომ ეგრე ქვეყანას ეხეირებინოს ევროკავშირთან და ესე რო უყურებს სტატისტიკურად მანამდე სადიყვნენ და რეგიონული სუპერსახელო ეკონომიკა აქვს და კიდე მეტი შეუძლიათ და უკრაინაც ეგრე იქნება როცა იქ გაწევრიანდება იმიტომ რომ ხო იცი ძირითადად ჩვენი მხარის პრობლემები არ ხოლმე კორუფცია და არაეფექტიანობა და მე მაგეებს რომ უკეთესად მოაღვარებ ეხლა შესაძლებლობების მხრივ და წიაღისეულზე ვიღა ლაპარაკობს მაგრამ თუნდაც მაგაზეც ხო მე წარმომიდგენია რომ 50-100 წელიწადში გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, უკრაინა, ასე იქნება. ხო, არა, ნუ გეუბნები პოლონეთი უკვე არის, აი ესე სრული უფლებით და სრული თანასწორობით შეგვიძლია ახსენო გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი, როდესაც ევროკავშირზე არის ლაპარაკი. სიძლიერით გავლენით და ჯარით ახლა მე რასაც ვკითხულობ და რასაც უყურებ, ხო? არ ვიცი, ალბათ საფრანგეთის ჯარი უკრაინასთან შედარებით? არა, პოლონეთის ჯარი არის ძალიან გადაიარაღებული, ძალიან მრავალრიცხოვანი. მე მგონი რომ ვერცერთი უკრაინასთან ვეღარ მოდის, როგორც ყველა ამბობს, ხა მე არა ვარ სამხედრო ექსპერტი, მაგრამ რაც წამიკითხავს, ყველა ამბობს, რომ ესეთი ჯარი ალბათ ევროპაში არ არის. ხო, თან როგორი გამოცდილები, როგორი ვეტერანები და თან ეხა არის ფრთხილი ოპტიმიზმი თუ რაც რომ ამბობ ხოლმე რომ თან რო გინდა რომ დაიჯერო და თან ფიქრობ რომ მაინც რთულია, მაგრამ რავი 3 წელია ესეთი უპირატესობა უკრაინას თუ ეგეთი ნაკლები უპირატესობა. მოკლედ ხო, რაღაცა გარდამტეხი მოვლენები ხდება იქ და მაგის თქვა მინდა რომ აი ამას აკეთებს რუსეთი იმ დროს, როდესაც აქვს, ნუ რა ვიცი, ბოლო რამდენი ათეული წლის განმავლობაში არნახული პრობლემები, ხო? ამის უფლებას აძლევს თავს, რომ ესე გელაპარაკოს და შენც ამას, ნუ მესმის რომ ძალიან პატარა ქვეყანა რო ხარ, ხო ეს შენი სიპატარავე რაღაცნაირად ბედის წერა არის და მილიონ საფრთხეზე და რისკზე გაფიქრებს, მაგრამ ნუ არის რაღაც პრაგმატული ქცევა, ხო? შენმა სისუსტემ შეიძლება პირიქით წაახალისოს ის აგრესიაზე და ჩაყალაფოს და ახლა მართლა ის არის, ხო, ეს აფხაზეთი
ეს ისა ცხინვალის რეგიონი, ხო? ახლა შეიძლება რაღაც რომელიღაც ქვეყნის მასშტაბი დიდი არ არის, მაგრამ ჩვენთვის არის საერთოდ მნიშვნელოვანი, ხო? რაღაც მაგ მასშტაბის ის სასიკვდილო დაგაზიანებს, ხო? მორიგი ისა განშორებისას წაგლეჯილი რაღაცა, ხო? ახლა 9 მაისი იყო, ხო? ეს უგემურად ჩაატარეს, ხო? აი, ნუ წარმოუდგენელი ამბავი იყო. ეს ვინც იცის და ვინც აკვირდება, რამხელა მნიშვნელობის ამბავი არის პუტინის რუსეთისთვის. 9 მაისი თავარი დღესასწაული არის. არც ერთი დღესასწაული, არც რელიგიური, არც საერო არ უთანაბრდება ამ 9 მაისს. აი ისეთ სიმაღლეზე აიყვანა პროპაგანდამ. ხო და წარმოიდგინე შენ რომ აი ესეთი უსუსური რა ვიცი, აბა ჯერ სხვა რეგიონებში საერთოდ არ ჩაატარეს, ხო? და იმაზე წითელ მოედანზეც იყო უღიმღამო სტუმრების თვალსაზრისითაც, იქ გამოტანილი ტექნიკის თვალსაზრისითაც და ის თავის მართლება, რომ აი ეს ტექნიკა დაკავებულია ფრონტზე და ის ტექნიკა დაკავებული იყო ფრონტზე შარშანად, შარშანწინაც ბოლო 4 წლის განმავლობაში, მაგრამ ესე არ შეურცხვენიათ თავი. ხო გეუბნები, სხვა ზოგიერთ ქვეყანაში ძლიერ სამხედრო ქვეყანაში შეიძლება საერთოდ არ აღნიშნონ აი ესეთი რაღაც მნიშვნელოვანი, ხო, იქ არის საჩვენებელი რა გამოვა ერთი პოლკი, ან რაღაც ჯარის რომელიღაც ნაწილი და ნუ სიმბოლურად ან გვარდია ჩაივლის, ან ესეთი საჩვენებელი ის იქნება გამოსვლა რომელიღაც სამხედრო ნაწილს, მაგრამ ეს რუსებისთვის და პუტინის რუსეთისთვის არის ნუ მთავარი ამბავი. ამაზე არის დაშენებული. წინა გადაცემაშიც ვილაპარაკეთ, უბრალოდ მაშინ 9 მაისს წინ უსწრებდა ჩვენი ისა და ხო ამაზე არის დაფუძნებული, რომ ამის გამეორება შეგიძლია და აი ეს გრძელდება ეს მსვლელობა ამ რუსული იარაღის, რუსული ჯარისკაცის და რომ მას შეუძლია გადაუაროს მთელს ევროპას და ისე მიდგა საქმე, რომ მართლა მთელი სერიოზულობით ითხოვდა ამ იმას დროებით ზავს და აღღარუნებდა ამ იმას რაღაც ბირთულ იარაღს და ამას გამოვიყენებთ, იმას გამოვიყენებთ და ბოლოს მაინც ისე წავიდა საქმე, რომ ტრამპის შუამავლობა გახდა საჭირო ამ ზავის გამოცხადებაზე და ის იყო ძალიან ის ზელენსკიმ თავისი ძველი ხელობა გაიხსენა და ეს ნებადართო იყო, ეს ძალიან მაზალო ამბავი და იცი რა არის ძალიან მნიშვნელოვანი არის, როდესაც აი ამ იმას ხო ახლა ბოლო 4-5 წელი არის ეს ომი მიდის და ამ იმის რუსეთის ხელისუფლების ხელმძღვანელობის ქცევა რაღაც დასკვნების გამოტანის საშუალებას გვაძლევს, ხო? როდესაც იწყებს რაღაც განსაკუთრებული რუსული იარაღის ძლევამოსილებაზე, ბირთული შეიარაღების რაღაც მომაკვდინებელ ძალაზე, ახალი იარაღის ისეთის, რომელიც არავის არ აქვს შექმნაზე, აი მაშინ აქვს განსაკუთრებულად ცუდი სიტუაცია ფრონტზე ან სხვაგან სადღაც ბედი წყდება, ხო? ახლაც ეს სარმაგი ესეთი აი ძალიან სასაცილო არის. რა პარამეტრებსაც აღწერენ, აი ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი ის არის 10 ტონა ეგ სასარგებლო იმის ტვირთის გადატანა შეუძლია ბირთული შეიარაღების მრავალი მიზნის დაზიანება 35,000 კილომეტრზე მიფრინავს ატმოსფეროში ადის და გერით სიჩქარეზე მეტის იმას ავითარებს და იმის გამო რომ არაორდინარულად მოქმედებს, ანუ ის უმოკლესი გზით კი არ მიდის, რაღაც შეუძლია შემოვლითი გზებით და ეს მატყუარაიმეების გავშვება და ანუ ყველაზე შთამბეჭდავი არის როგორც თვითონ პუტინი იმაში, მაგრამ აი ეს შეიარაღებაში მიიღეს ბოლო 4 წლის განმავლობაში 3-ჯერ. 3-ჯერ ქონდა პრეზენტაცია, რომ უკვე შეიარაღებაში გვაქვს და ბოლოს ისა ახლა წარმატებით გამოვცადეთო მოახსენეს უპატაკეს, მაგრამ 2024 წელს წარუმატებლად გამოცადეს. სულ 3 გამოცდა თუ 3 თუ 4 გამოცდიდან, ნუ მოკლედ 2 იყო წარმატებული და რაღაც სტანდარტი არსებობს ამ სფეროში. აი წავიკითხე რაღაცეები და საბჭოთა პერიოდში აი ესეთი სტრატეგიული შეიარაღებაზე რომ მიიღოს რაკეტა და რაღაც მნიშვნელოვანი ისა. უზარმაზარი ძალიან შთამბეჭდავია რომ შეხედო 10 წარმატებული გამოცდა უნდა გქონდეს. და ეს რაღაც ფაფხურით აიმით მიიღეს, რომ აი რაღაცნაირად პიარის ან რაღაც ინფორმაციის ან რაღაც აი სტრატეგიულ დონეზე აი გადაფაროს ის ამბავი, რომ იქ ფრონტზე ცუდად აქვს საქმე და ის მკვდარ ზონას რასაც უძახიან, იქ ნუ დომინირებს ეს უკრაინული დრონები. გასაგებია, რომ აი შორიდან ესვრიან და ამ იმას ქალაქებში და კვარტლებში და ამ იმაში დაბებში ხოცავენ ხალხს, თორე იქ სადაც სიტყვაზე ფრონტის ხაზი დახოცვა უჭერს. ფრონტის ხაზი აღარ მოძრაობს. ახლა ის ხო არ არის, ხო არიან სანდოისინ ინსტიტუტები, რომლებიც აკვირდებიან ამ ბრძოლის მსვლელობას, ხო?
და ვინახავს მათი სხვადასხვანაირი ანგარიში. როდესაც ცუდად ჰქონდა საქმე უკრაინას, ხო? წერდნენ რომ ცუდად აქვს საქმე და ასე თუ გაგრძელდა რაღაცა ის მოუწევს მობილიზაციის გამოცხადება ეს. შაშან ამ დროს იყო, ხო? ეგრე რომ აი უკვე ხა ფრონტს გაარღვევენ რუსები და ძალიან ძიმედ იყო საქმე და თვითონ უკრაინის წყაროებიც არ მალავდნენ ხა რომ მაგრამ მოახერხეს, შეაკოციცეს, შეინარჩუნეს და კმას მერე ინიციატივა რუსეთს როგორც ხვდები რაც მე წამიკითხავს აღარ აქვს საერთოდ და უფრო ცოტა პირიქით არის ან შეიძლება ეგ ცოტა ეს გული რომ იმას გიშვება ხოლმე და ეგ ერთი პატარა ქალაქი რობოტებმა აიღეს, იქით დრონებმა აიღეს მეორე ქალაქი და ხო, ჩვენ უნდა გვესმოდეს, ხო, როდესაც უკრაინის წარმატებაზე ვლაპარაკობთ, უკრაინის წარმატება ის არის, იმიტომ რომ ეს იმხელა განსხვავება არის ამ დაპირისპირებული ხარეების მასშტაბებს შორის, რომ როდეს თუ უკრაინა არ აგებს, თუ უკრაინა უკან არიხევს, თუ ეს ფრონტის ხაზი არ მოძრაობს უკრაინის სიღრმეში, ეს არის უკრაინის წარმატება, თორე აქ არავინ ლაპარაკობს იმას, რომ უკრაინა ისეთ უპირატესობას მოიპოვებს, რომ მოსკოვში ჩავა, ხო? მე ლაპარაკობ მაგაზე, იმიტომ რომ რაღაც მომენტში კი ეხა უბრალოდ ისე ლაპარაკობ აბსოლუტურად ჰაერზე, მაგრამ რაღაც მომენტში რომ თუ მოbrunდება და ერთი კაი ალყა იქნა, მე იცი რა წინაზე გახსენდებოდა შე რომ ის კაცი რომ აბუნტდა და წავიდა, ლამის მოსკოვში ჩავიდა იქით, თორე არ გაჩერებული იყო შუაში აღარავინ აღარ გააჩერა. აი მისმა წარსულმა, მისმა ეს ქვეცნობიერმა და რავი, აი ფროიდის ამბებმა იმუშავა, რომ აი როგორც ის არის რა, ძველი ქართული მულტფილმი რო არის ის თაგვი რო არის და ხან ძაღლად რო იწვა ხან და რო ის იმან იცისო რომ მე ისავა რომ ძაღლიო თაგვის გული რო მაინც ზარეული აკაც ხო მაინც ესეთი იყო რომ დაუჯერა ბოლომდე რა რომ მაინც ენდო რაღაცაში ეგრე რომაელი გენერლები რო იწყებდნენ ხოლმე იმათ იცოდნენ რომ როგორ არის აუტ კესარ აუტ ნიჰილ შეიძლება კესარზე გამომეტიროთ რომ ცეზარს რატო არ ამბობ ძველი ლათინურით კესარი არის კლასიკურად შენ კრიკ ჩეულამპულაში ხო და სინამდვილეში რასაც შენ ამბობ ნიკო ხო ახლა ისეთი ის აქვს ეკონომიკური პრობლემები აქვს და ეკონომიკაც ესეთი რაღაცა არის ხო რიცხვები არის ხო ბიუჯეტის დეფიციტი როგორი არის რა ემართება იმას რუბლს რა ემართება ინფლაციას ფასებს ხო ეკონომიკის ცალკეულ დარგებს სამხედრო მრეწო ხო ეს სამხედრო რელსებზე გადავიდა და ის ქონდა ზრდა ქონდათ და რაღაც მაგრამ ამაზე წერდნენ ეს ანალიტიკოსები იმის გამო რომ რუსეთი 90% რუსეთის მრეწველობა აწარმოებს ისეთ პროდუქციას, რომლის უტილიზაცია ხდება, ხო? აი ტანკი ხო არ არის ტრაქტორი, რომ წავიდეს და კიდე რაღაც ღირებულება შექმნას და სურსად ტანკი წავა და რაღაც დათვლილი არის, ხო? რამოდენიმე დღის შემდეგ უნდა ველზე დაიწვას, ხო? ეკონომიკაში დოლარს არ აბრუნებს. აღარ დარჩა ეგეთი ისა ფაქტობრივად რა, აღარ დარჩა ისეთი დარგი, რომელიც რაღაცას შექმნის. ყველაფერი მიდის სამიმაზე. და ისიც ალბათ მიეჩვევნენ რუსი დედები. ხო და ეკონომიკა 200 მისდით ხოლმე სახში ყოველ დღე ვიღაცას, მაგრამ მაინც რთული არის ხა რომ არ შეიმჩნია. ხო, ძალიან უცნაური ამბავი არის. არ ვიცი, მე ამას ის სოციოლოგები, ანთროპოლოგები, ფსიქოლოგები კიდე ამაზე დაწერენ და იმუშავებენ და კვლევები იქნება, რომ არ ვიცი, რომ ესეთი ფულს, ესეთი გადაწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში. გასაგებია რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ როდესაც ოჯახის წევრის ძალიან ის ახლობელი ადამიანის სიცოცხლე დევს იმაზე სასწორის მეორე პინაზე, ხო? როგორ არის ეს ფული გადამწყვეტი? წარმოუდგენლად დიდი თანხები არის, ну აი ახლა ჩვენი ამ იმისი ღარიბი ქვეყნების კვალობაზე ეს კომპენსაციები, რასაც უხდიან ომში მონაწილეობის გამო ერთჯერადად მე ხელფასის სახით, ესეც მნიშვნელოვანი არის მათთვის. მაგრამ აი ეს კომპენსაციები არის რამოდენიმე 100,000 დოლარი, 200,000 დოლარზე მეტი არის, ხო? და ეს ფარავს ყველაფერს. ხო გვახსოვს საბჭოთა კავშირის დროს გაცილებით უფრო ხისტი პროპაგანდა იყო და გაცილებით უფრო ხისტი იმის უკმაყოფილების ჩახშობის მეთოდები იყო, მაგრამ აი ეს ავღანეთის ომში მონაწილეობა. ისე როგორი ის არის, არა, რომ რუსეთ-ავღანეთს ან საბჭოთა კავშირი ავღანეთსაც ესეც რუსული პროპაგანდის ის არის, თავში ჩაგვიდეს, რომ ავღანეთის ომი, ჩეჩნეთის რუსეთი არ ჩანს, ანუ ის ხო იმის ომი თავის თავს ეუბნება თუ მეორე მხარე ვინ არის. ხო, აი იქ გაცილებით მეტი უკმაყოფილება იყო. გახსოვს ის იყო ესეთი ორგანიზაცია იყო
ავღანელ ჯარისკაცთა დედების და ავღანელ ჯარისკაცთა დედების და რაღაც ეგეთი, რომ ნუ რაღაც დონეზე მოითხოვდნენ ამ იმეების, ჯარების გამოყვანას და რაღაც მოვლენა იყო ხოლმე ამ ჩამოსვენება და რაღაც ესეთი წინააღმდეგობა და მიუღებლობის ისა, რომ სად რა გვინდა და რატომ ვარ და ისა და აქ რაღაცნაირად ის არის, აი პირში წყალი აქვს ჩაგუბებული. თან მაშინ გაცილებით უფრო როგორც თქვი პროპაგანდა ესე ჩახშობა შეგეძლო ინფორმაციის ავღანეთიდან ამბები მოდიოდა წერილებით, რომელიც ზოგი კიდეც დაცენზურებული იყო, კადრებს ვერ ხედავდი იქიდან დრონებიდან შენიშვილი როგორ მოკლეს. ეხლა კაიხანი აღარ მინახავს, მაგრამ რა ვიცი, იქ პატარა ხუთკაციანი ჯგუფი რუსების მასშტაბი არის კატასტროფულად დიდი. რა შედარება 10 წელზე იყო გაწელილი რამოდენიმე ათეული ათასი. რამოდენიმე ათეული ათასი. აქ ასეულობით ათასია ლაპარაკი. სახელი და გვარით, წოდებით, ჩაწერის ადგილით, სამხედრო ნაწილის მითითებით არის დადგენილი 300,000-ზე მეტი. და ეს არის ხო გეუბნები დაახლოებით ალბათ მესამედი იმის, რაც სინამდვილეში ხდება, ხო? ეს არის ღია წყაროებით, რომ აი სადღაც რომელიღაც გამგებობამ დაწერა, რომ აი ჩვენმა გმირმა და მივანიჭეთ სკოლას ჩვენი ისა სკოლის აღსაზრდელის სახელი, რომელიც გმირულად დაიღუპა იმაში. ხო? და აქ არ ხდება ეს წინააღმდეგობა. გასაგებია რომ აქაც ეს ხისტი ის არის, ჩახშობის მეთოდები არის. აი 9 მაისს დააკავეს მაგალითად 84 წლის ქალი, რომელიც ბლოკადას გადაურჩა ბავშვი რო იყო. ხო, გამოსული იყო აი ის ქალი ვიცი დრო აკავებენ. ხო, დრო აკავებენ, იქ ცოტა გაუგებრობა გამოიწვია იმასო, ძველი პლაკატი ეჭირა უკრაინის იმაზე და ახლა იყო ამ იმაზე რა, ზუსტად ამ თემაზე 9 მაისზე და ამ ამბებზე გამოსული და დააკავეს. მართალია ციხეში არ გაუშვეს, როგორც ხებს უშვებენ 10 წლით. როგორც ჩვენ უშვებთ ხოლმე ტროტუარზე დგომისთვის და იმისთვის ანუ ადრე უფრო ისე ვლაპარაკობდით ხოლმე რომ აი რუსეთში დრაკონული კანონმდებლობა და კიდევ ერთხელ არ ვიცი შედარება რომელი უფრო ცუდია ცხადია რომ რუსეთის ციხეში უარესი ვითარებაა ვიდრე საქართველოს ციხეში მაგრამ ხო იქ კი ახლა ძაფი გაგვექცა ამ მსჯელობის მაგრამ დავიწყე იმით რომ აი ეს ყოველი დაახლოება ხო ძაფიც ჰქონდა ხო აი ისა რომ ყოველი დაახლოება და წაყრუება ამ იმას და ვითომ გულს მოვიგებთ და ვითომ რაღაცნაირად ისე მოვიქცევით რომ ჩვენ სასარგებლო რამეს გააკეთებს რუსეთი ხო მერე მთავრდება ამ წაგლეჯვებით და ახლაც ხო იმის მაგივრად რომ რაღაცნაირად მწყობრი პოლიტიკა ჩამოაყალიბო რომ აგრძნობინო იმად რომ არა ხარ შენ იმათი მეგობარი და თუ ამ ნორმალურ ურთიერთობას ინარჩუნებ იძულებული ხარ და ამ დროს აშენო გვერდზე ისა მეგობრების რაღაც დიდი корпуსი ხო რომ დაიმეგობრო და ვიღაც ერთგული სტრატეგიული პარტნიორები ყავდეს და ის რაც უნდა იყოს ჩვენი ასე ვთქვათ ეს მიმართული ყურადღება და რისხვა იმის ჩრდილოეთის მიმართული არის ამ იმისკენ დასავლეთის მიმართულებით და იმის მაგივრად რომ აქ მეგობრები ახალი მეგობრები შევიძინოთ ძველ და გამოცდილ მეგობრებს ვიმდურებთ და ასე ვთქვათ იმათ სამტროდ ვიკიდებთ ახალი ტალღა არის ისევ და ეს ახალი ტალღა გამოიწვია ნიკო ალბათ შენ გეწოდინება იმის გამო რომ მედიაში ჩახედული კაცი ხარ იმედს აკრედიტაცია შეუჩერეს ევროპის სტრუქტურებში და ამას მოყვა ძალიან ეგეთი ისა იცი როგორც მსმენია სხვების ნათქვამს ვამბობ 9 მაისზე ევროპის დღე რო იყო ძირითადად ევროპას უნდა წავდით ხო როგორც მსმენია ჩვენთან არის ხოლმე პარლამენტში უჩერებენ აკრედიტაციას ამა თუ იმ ჟურნალისტს იმიტომ რომ კითხვა რატო დასვა იქ სადაც არ უნდა დაესვაო და სხვა კოლეგები რომლებიც ასევე ბრიუსელში მუშაობდნენ ამბობდნენ რომ ესეთი არ გვინდა ანუ ძალიან შემაწუხებლად დარბოდნენ დერეფნებში ისე რომ თვითონ იმათ არ მოუღიათ ხმა მაგათ კოლეგებს აქ პარლამენტში რომ კითხვა რატო დასვი არამედ მოკლედ ხო ეს შალვა პაპუაშვილმაც თქვა რომ ჩვენთანო ესე არისო რომ ერთი ისა გვაქვსო ერთვიანი სანქცია გვაქვსო, მერე 6 თვიანი გვაქვსო და იმათო პირდაპირო ერთწლიანი ქონიათო და ჩვენცო ვიფიქრებთო ხო არ გადავხედოთ და ხო არ ისინიც ისე არიან რომ აი თქვენ ხო ვაი მე ვიფიქრებ რაზე იფიქრებ გადახედეთ თუ გინდა სულ ყველას აუკრძალეთ შესვლა აქ ახლა უკვე რა განსხვავება არის ერთ ჩემს მეგობარს აქვს გადაცემა ესეთი YouTube-ზე არის ნიუანსი. აქაც არის ხო თითქოს ფორმალურად გავს ესა, გაიგე რომ იქ ერთწლიანის დაადეს ბანი და აქ ჩვენები ერთთვიანს და 6 თვიანს აძლევენ. აქ როგორი რაღაც არის. აქ ჩვენი კოლეგები იძულებულები არიან რომ ზდიონ დეპუტატებს, იმას პარლამენტის ხელმძღვანელობას კომენტარზე, რის გამო, იმიტომ რომ თვითონ არ ურთიერთობებენ და მათ გადაცემებში და პირდაპირ ეთერში არ მიდიან. ჩართონ გინდა ოპოზიცია, გინდა ევროპარლამენტარი
მიიწვიონ თავიანთ გადაცემაში, თავიანთ სტუდიებში, პირდაპირ ეთერში და ალაპარაკონ, ვინმე უარს ეთქვის, მე ვიცი რომ ისა ოპოზიციის ლიდერებს ეს კონდათ მანტრასავით აჩემებული, რომ დაინახავდნენ ამ პროპაგანდისტულ არხების მიკროფონებს ეუბნებოდნენ პირდაპირ ეთერში, სტუდიაში, ცოცხალი თავით არის იმაშვებიან. რანაირი დამოუკიდებელი მედია ხარ, რომ ისა ოპონენტი შენი ინტერესის ისა ობიექტი გეხვეწება, რომ დამიძახე შენთან, გადაცემაში მოვალ და არ ეუბნები. რანაირი თავისუფალი მედია ხარ. ევროპარლამენტში ვიყავი რაღაც ხანია, 2 თუ 3 კვირა ადრე პარლამენტში რომ მუშაობდი, მაშინ სტაჟირებაზე კი გაცნობით ამბებზე და მახსოვს როგორც იყო მოწყობილი, ძალიან შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ყველაფერი არის ერთი თვით ადრე დაგეგმილი და ნებისმიერი ინიციატივის განხილვა რო იქნება აქ ოპოზიცია ვინ იქნება თუ რამე დაგაინტერესა და ჟურნალისტი ხარ. გაქვს აი უამრავი საშუალება რომ შეკითხვა დასვა პასუხი მიიღო, ჩაიკითხო, კიდე პასუხი მიიღო. არ არის ეგრე რომ ვიღაცის ლიფტთან შეყენება უნდა დაგჭირდეს რომ მითხარი. ხო, რასაკვირველია. და ძალიან სასაცილო არის ის აი ამას რო ხსნიან რომ ის აი თავისუფალ მედიას ებრძვიან და მართალ სიტყვას და იმას. აი ვისაც მაგათი ქარდები წაუკითხავს. აი არ ვიცი თუ სადმე ჯოჯოხეთი არსებობს და აი ეს მაგათი მის გამქარდავები ვინც არიან, აი რაღაც პატარა ის აქვთ იქ ის უნდა იყოს განსაკუთრებული უჯრედი გამოყოფილი მოთუხთუხე იმისთვის. ხო, აი ახლა რომ აკრედიტაცია რო შეუჩერდათ სიტყვაზე რაღაც სიზუსტეზე და იმაზე აისახება რამენაირად ნიკო ის ადრე აქამდე როგორ ზუსტად მუშაობდნენ, გადამოწმებული ინფორმაციებს ავრცელებდნენ და ახლა ეგ აღარ და თავის თავს დააბრალოს ყველამ თუ რამე შეცდომა მოუვიდათ. ხო. რამე ნიკო ახლა ეს მძიმე თემით დავამთავროთ, რამე არ ჩაკ მე ვიცი არ გცხელა შენ ანუ ხარ საერთოდ აქ არის ზემომად გაუკნიდან ოფლიმას ხამს და არა ხო ერთსაც ვიტყვი მაშინ მაშინ შენ გადადი მე კომენტარებზე იმიტომ რომ მე ახლა იცი რა არის ცოტა მსუბუქი რო ვთქვა არა კომენტარებზე შენ გადახვალ კაც კომენტარები ნიკო არის შენი როგორც ბატონი ბიძინა იყო და შენი კანიოკი არის საქართველოს ხო სტუმართქო ყარი ქვეყანა არის არ მინა ველოსიპედი რო კაც მოფარეს მაგის გარეშე ვერ დაამთავრე არა იცი რატო ქევანას მასალა ნახე ქევანა ელაპარაკა ფოტოები ანუ ვინც არის ის იაპონელი ნაოიაო ტაბაბიტო მე ველოსიპედით მოიარა უამრავი 45 ქვეყანა 46 ქვეყანაში შემოვიდა და ეს 4 წლიანი ეს მოგზაურობა ეყრება ახლა წყალში იმის გამო რომ არა იყიდის ამას ამბობს მაგრამ ეს არის მისი ოცნების ველოსიპედი როგორც ადამიანი ამ ველოსიპედსაც კი ალაპარაკებს ხო არა თვითონ ამბობს არა ვიცი რა ზე დავფიქრდი რომ მე მესმის რომ საქართველოს პრობლემები არსებობს და მაგაზე მქონდა შეკითხვა სხვა რა ქვეყნებში იყო ესე რომ მაინომეც ქობულეთში მოპარესის 45 ქვეყანაში მესმის ანუ ფაქტია ჯიუტია მაგ ფაქტს ეჭქვეშ არ ვაყენებ უბრალოდ მე ეჭქვეშ ვაყენებ რომ 45 ქვეყანას შორის საქართველოს ყველაზე კრიმინალური ქვეყანაა სადაც აუცილებლად რაღაცას მოყარავენ იმიტომ რომ რაც ქვეყნები ვნახე მე გამოიარა იქ ცოცხალი რო გამოვიდა კარგი არიან რაღაცა კიდე თავი რო არ დაკარგა ნუ აი ფაქტია ანუ ფაქტია არის მაგას ვერ გავაპროთ მიება სადღაცა უკეთესად რაღაც ჩვენთან მოაპარინა ხო და ნაოია ტაიგერი ხო და ის არა თვითონაც როგორც ხო თვითონ როგორც რატო დავიცავე ხო თვითონ როგორც წერს ამ ეს ხელით აწყობილი არის და მრავალი თვის განმავლობაში ამზადებდა ამ მოგზაურობისთვის რომ ნუ ეს ჩვეულებრივი ახლა კი ამბობს რომ მოუწევს ჩვეულებრივის ყიდვა და გაგრძელება მაგრამ ნუ არ არის კარგი ამბავი და მეც ეჭვი მაქვს რომ ახლა ეს რომ მოიპარეს როგორც ჩვეულებრივი ველოსიპედი და იქნებ დაუბრუნონ არ არის ჩვეულებრივი რა მიკვირს იცი კიდე თუ ქობულეთში ველოსიპედის გამტაცებლები გვიყურებთ ჩვენი თხოვნაა რომ ანონიმურად პოლიციაში ანონიმურად დატოვეთ და მიაწერეთ ნაოია ტაბაბიტოთან რაღაც ეგეთი არის ტაბატაძია რა ფაქტობრივად რა ჩვენია ნიკა ტაბატაძის იაპონელი ვერსია ხო და მაინც გარდანაცვლად იმისა იცი რა არის აი გოგი გვახარიას ბრალი არის ეს რომ აი ეს ველოსიპედების გამტაცებელი ფილმი რო არის აი იმ ფილმის პოპულარიზაცია და სიყვარული სათანადო წარჩადო აი იმ ფილმს ვინც ერთხელ ნახავს ხო როგორ შეიძლება ადამიანს ველოსიპედი მოპარონ ანუ კარგი აი მაგდანას ლურჯას იტალიური ვარიანტი არის უფრო გულის არანაკლებ გულის მომკლელი და ხო და რა არის იცი თან რაღაც არაბუნებრივი არის ბიჭო ნემსი რო დაკარგოა რა ამ
ქვეყანაში იმდენი კამერა და ის არის. ეს კრიმინალური პოლიცია დაშლიგინებს ის. ხო გეუბნები აი რომელ იმაზე ფილაზე გიდგას ფეხი ტროტუარის რომელ ფილაზე, რომელ იმაზე, რა ვიცი, კვაფენილის უჯრედზე. რა კვაფენილის უჯრედზე ის ვიდეო, ხო ნახე. ტელეფონში რაღაცას კითხულობდა და კამერაში რომ არჩევ ტელეფონში რას კითხულობს. ხო და რანაირად ვერ პოულობ. რავი, 1-2 მოვხსნათ იქიდან და წავიღოთ ქობულეთში თუ ის არის, იმიტომ რომ იქ მე მიკვირის ხოლმე რომ გავივლი რუსთაველზე უყურებ. ძალიან ბევრი კამერაა და ნუ თუ ყველა საჭიროა. ანუ რა 4D რეკონსტრუქციას აკეთებენ თუ მაგდენირისთვის უნდა. ხო, არ ვიცი, მე არ მჯერა რომ ახლა ეს მოინდომოს სახელმწიფო და ველოსიპედი. გამცხა კი არა, ოფლი მასხამს ან შენ 1-2 თემა კიდევ ანუ იჯექი არა. შენს რავი ჯინსის კურტკა გაცვია და დარწმუნებული ვარ რომ ეს ხო, ეს ამის თქმა მინდა რომ დაუბრუნეთ ამ ადამიანს ველოსიპედი. ძალიან კაი. ხო, ჯერ ერთი არც თუ მარტ მასპინძლობაში და ის კალენდარიც ქონია ჩამოწერილი, ნახე. ეს ხო რაღაცები, მაგრამ ნუ ეს ისე მქონდა რა. არ არის აქ ჩემს პარლამენტებში ჩახედვა საჭირო ჩემონი. მე კამერა ვარ პარლამენტის თავზე დამაგრებული, რომელიც ყველაფერს ხედავს. აქ რომ მოგრჩა კანიე ვესტს ალაპარაკო, იმან ნახე რომ შტაბეჭდილება მოახდინა იქ. ანუ მომრჩა ხო 1 საათიანი ვიდეო ჩავწერე. და იქ ეჭვი გამიჩნდა რომ აქ სპეციალურად არის ლაპარაკი რაღაც მნიშვნელოვანი რომ იქ შენი მეებისთვის. ანუ ვეჭვიან. ეგრე ვთქვი კიდევაც რომ აქ მოკლეშინ არის გეტყვი და სრული იმისთვის არაფერი არ დაგიმალეთ, მაგრამ რომ დამეწყო დისკოგრაფიის მოყოლა ვერ დავამთავრებდი ვერასდროს. და მეც შენ არ გინახავს ვიდეო, იმიტომ რომ დისკოგრაფიით ვიცი. პირველი ვნახე 35 კაცი ქონდა ჯერ ნანახე. მართლა? კი, მე გამოწერილი მყავ და ეგრევე. სინამდვილეში ესია ხო ნიკო? ზარის ღილაკიც და ყველა. მე კიდე სულ გიყურებ ხოლმე ინსტაგრამზე რა კაი ფოტოებს და ხო არ გავიდე. კანიე უესტია ხო ნიკო? მე მგონია მოკლედ ნიკოს პოდკასტში ნახავთ იქ კანია თუ კანიე არის. იქ ნიკო ძალიან ემოციო თავ კარგავს კონტროლს ემოციებზე. უესტი არის ალბათ მართლაც და მაგრამ მე კოსკენა ვარ. მაგრამ ამ ლოგიკით ასევე უოშინგტონი არის, უოშინგტონი. იცით, ცოტა ხანი იყო ნიკა დაბადებიც ქონდა ხოლმე რახან ვახსენეთ მეორეჯერ მაგისი უოშინგტონის დამკვიდრების ცდილება, რატო თქვი არ ვიცი. ჩემი ის არის ესეთი რომ გადმოტანას აქვს თავისი წესები, ზოგ ქვეყანაში გადმოაქვთ ისე როგორც ორიგინალში გამოითქმის, ჩვენთან ეგრე არ არის და არც უნდა იყოს, იმიტომ რომ ამერიკის მონა ვართ მაინდა-მაინც რომ ინგლისურიდან გადმოიტანო და მაშინ ფრანგულიდანაც უნდა გადმოიტანო თუ ეგრეა. ანუ რამე წესი გვექნება რომ ინგლისურიდან გადმოიტანო. თუ როგორ ამბობი ხა? ამერიკელები ამბობენ croissant. ანუ ხუმრობის გარშე რომ ლაპარაკობენ, can I have some croissant please? და ჩვეულებრივი ამბავია croissant რო თქვა, ის საოცარი გოიმი იქნები და ვერც მიხვდებიან, რა თქვი. იმიტომ რომ croissant არის. და ჩვენთან რო ეგრე თქვა? ხო და შემოხვიდი აქ და ნიკო croissant-ი მომაწოდებ, მოგაწვდი იმას ამალს, რომ მეთქი რაღაცა გჭირს ეთყობა. რაღაცა დაგემართა. სწრაფად ჩავუყვეთ იმებს. გრიმშოუ წერს რომ ტედ ლასოს ვარ ევოჩებდიო სერიალი, ანუ ხო, მეც ნახე ნიკო და იმ ტიპსა ის ტიპიც ნახე. არა, ხო, არა, წაიკითხე, რატო ვამბობ? წავიკითხავ და რეაქცია მიეცი, ანუ შენ ნახე თუ არ ნახე, არა აქვს იმდენად დიდი მნიშვნელობა, როგორც რო რეაქცია მისცე, რომ ნახე, ხედავ. რო ჰიგინსი ჯერემი სვიფტის პერსონაჟი ძალიან გავს ჯიმის მინდოდა გამეზიარებინაო. ჯიმი უკეთესია, ჩვენი ბიჭიჯობია. რახან სერიალზე ვლაპარაკობ, წინაზე გავაკეთე, რომ just when I thought I was out, they pulled me right back in და ბეტა მე შეწერს, რომ მეგონა რომ სილვიო დანტეს გააკეთებდი, ნიკო. სილვიო დანტე არის სოპრანოს პერსონაჟი, რომელიც სწორედ ამ სცენას აშარჟებს, მეგონა პირველ სერიაში. მაგაზე ხო, პირველი მეც ეგ მახსენდება ნათლიამდე, მაგრამ მე უნდა მეთქვა, რომ ეს არის ნათლიის რეფერენსი. ლიკო წერს კონცერტზე თუ წახვალთო და ვინ უნდა წამოიყვანონ მე რო ოცნების დაგაგმილ კონცერტზე წავიდე, არ ვიცი, პრინციპის ამბავია, მილიონებს ხარჯავენ და ვიცით ვინმე რო გაამართლა და მიზნამდე მივიდნენ, წინაზე ასევე ვახსენე, რომ ამერიკაში თავისი დასხამს ხალხი და ჩვენთან სხვა გისხამს ხო და რამდენიმე ადამიანი გამოეხმაურა ნიუ-ჯერსის შტატიდან და აქედან მინდა მივესალმო მთლიანად ნიუ-ჯერსის შტატს, მთელი თავისი სოპრანოები ვახსენეთ და ყველგან turnpike-ებით, სადაც არიან ჩვენ ძმებს და დებს და გენდერ ნეიტრალურ დედმამიშვილებს უნდა მივესალმოთ ნიუ-ჯერსიში, მათ გაუმარჯოთ, სადაც კანონით არის აკრძალული, რომ შენით ჩაასხა და ვიღაც სხვა უნდა ჩაგეხსნა. ჩვენ სოფლელები, ლუიზიანელები იქ შენით ასხამდა, როგორც ჩვენს ნიუ-ჯერსიში სხვა არის და არასწორი იყო ჩემი მხრიდან, რომ განმეზოგადებინა ჩემი შტატნახევრის ცოდნა მთელ სამხელა ქვეყანაზე, სადაც
შტატებს ბაცილებით მეტი უფლებები აქვს ვიდრე სხვაგან და თვითონ წვეთან ხოლმე ყველაფერს. ჯოშუა კლაცოს ბებია ჰიპოპოტამს ეძახდა ბეხამოთს, რაც არის ასაცილო. და ეს არის რაც მინდოდა მე თქვა. არა, ნინო გვარჯალაძემ დაგიწერა და მოდი მაგასაც გეტყვი, რომ ჯიმი ცრემლები წამომივიდა, მეც ეგეთი მზიანი საქართველოს მახსოვს და ახლა რომ ჩამოვდივარ, გული მეწვის, თითქოს ღრუბელი ადგას ქვეყანას. ერთი კულინარიული გადაცემა Netflix-ზე Feed Phil, სულ უყურებდი და ესე გამეხარდა, რომ ახალ სეზონში საქართველოში იყო, მაგრამ რო ვნახე ვიტირე, რაღაც სევდიანი და ბნელი აურა მოდიოდაო. თლათ ეგეთი სევდიანი და ბნელი აურაც არ დგას. ანუ მართალი გითხრა, ნინო რომ დავდივართ, პრობლემა არის ხოლმე, რომ ვიღაც მეგობარს რო ნახავ, ნაცნობს დიდი ხანი არ გინახავს, როგორ ახარ. ყველა სიყვარული რომ ხო იცი რომ არა ვარ კარგად, ანუ მაგრამ ის გამონათებებიც არის, რა ისი არ არის, რომ აქ რაღაც მოკუფრულში ცხოვრობს ხალხი. ხალხი ლენინგრადის ბლოკადაში ცხოვრობდა და ეხა არ არის ლენინგრადის ბლოკადა, ცოტა უკეთესია. და ტყუება თქვენი არჩევანია. და ტყუება ჩვენი არჩევანია თუ? და მონობა კანიესტის ის იყო. კანიესტის რეფერენსი იყო YouTube-ზე. კიდე რამე თქვა თუ დაამთავროთ? ნიკო მართლა 70000 ბილეთი გაიყიდა უკვე? არა. არის კიდე რაღაცა ბილეთები დარჩენილი, ოღონდ როგორც წესი ეგენი არის ხოლმე, თქვა ტიპის ისა გათამაშება. რაღაცას თუ იზამ, რაღაცას შეიძლება მოიგო. ან ვიღაც პირად ბანკირს სადღაც შეიძლება გადანახო. ნუ მოკლედ ყველა ბილეთი გაიყიდა. ყველა ბილეთი გაიყიდა რა, ანუ ეს არის. ძალიან თუ გინდა შენ ვიღაცებს შევაწუხებთ და შეიძლება გიშოვო, შეიძლება ვერა. და თან ფასი? ნო, საშუალო ფასი? შუა იმის მოედანზე რო იყო იმისი. ძალიან ძვირი. ნუ 1000 რაღაცამდე ადიოდა რა. აი მართლა უცნაური ხარ. ძალიან ახამდე. ხო, არის. ანუ ეგ გამონაკლისი ბილეთები იყო, მაგრამ არც თუ ისე ძალიან გამონაკლისი. დაბალი ფასიც ის იყო, ხა 100 ლარი და 200 ლარი არ იყო და მე ვფიქრობდი რომ ეგ მაინც კაი არის. აი ვინ არის მისი მსმენელი? აი ამერიკაში მაგალითად. როგორ აღწერდი აი რა? ვერ აღწერ, ანუ იმდენი ჰიტი აქტივს, რომ აი რიანას მსმენელი ვინ არის ცოტა ეგრე რო იკითხო. ანუ ძალიან ბევრი ჰიტი აქტივს, არ არის ეგრე რომ აი ვინ მიდის და ვინ იხდის $500 და რა. ანუ მე არ ვიხდი, მაგრამ იმას ვამბობ, რომ ანუ ერთ-ერთი უდიდესი პოპ ვარსკვლავია, ეგრე რო შეხედოთ. ჰიპ-ჰოპში ხო ვიღაც ტიპები არიან და ეს არის, ეგეც არის და რა მაგის სიმღერებს ხალხი მღერის. აი, დანარჩენს YouTube-ზე უყურეთ. დანარჩენს YouTube-ზე უყურეთ გადაცემა ნაგასში ყველაფერი კანიეს შესახებ, ნერგაძე. გახლავართ მე. კიდე დაიწყო რამე თემა თუ დაამთავრე. შენ გონი არ შემიძლია. არ ვეჭვი არ მეპარება რომ შეგიძლია. კვირა 17 აბა კარგად იყავით.